მოვდივარ ხალხებო. მოვდივარ. გამარჯობა. ნატურა აკადებს, მაგრამ არა უჭის ახლა მაღაზე არა გვაქვს საქმე. და ხო უფრო ხوار უნდა მოგწიოთ. დაიცადეთ. მოთმინება იქონიეთ. მოთმინება თავადო. აჰა. ეხლა ხალხო, თქვენ რო იცოდეთ რატომ მოვქანდი? დაჯენანა დასკამდი. რატომ მოვქანდი? იმიტომ რომ გაჩვენოთ დღეს ხილბოსტანი რო ვიყიდე. რატომ იცით? გამარჯობა ხო გითხართ? გამარჯობა ხალხო, გილოცავთ ყველაფერს, ბედობას გილოცავთ დღეს, გუშინდელ ახალწელს, ძველით ახალწელს და ყველაფერს ერთად კიდევ ერთხელ. და რა თქმა უნდა, ყველაფერი საუკეთესო სურვილებით. ეხლა ხალხო, რაო ხერი ვარ, თქვენ ხო არცით. ეხლა ერთი წუთი გადავხტები და ისევ დავბრუნდები. ამ სათვალეს აი აქ აწერია თავისი ფირმა, რა ფირმისაც არის სათვალე და დიდი რამე არ არის, ანუ დიდი რამის საღირველი და ძვირფასი ხო არ არის, არა და ეხლა მიტყდებოდა რომ ხალხ თავი მომწოს რომ ისა თავდივარ თავაღენე. არა დროს არა ვარ პაკაზოხა, მაგრამ მაინც აქ მაგალითად სათვალეებს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ყველას ბრენდული უკეთია და მე სულ კიდია ბრენდი ესა ისა უკაცრავად გამოთქმაზე. ხო და თუ მომეწონა და აქს რომ დამემალა მივაკარი ისინი ბრჭყვიალები ჩანს? ბრჭყვიალები მქონდა აი ქარი ვაზაზე მიკრული არის ხასად მივაკრავ ხასად აღარ და მოვჭირი და დავაკარი. ეხლა კიდეც გალამაზდა ჩემი სათვალე და დაიმალა კიდე რა ფირმისაა და გარედან კიდე არაფერი არ ეთყობა. ეგ იგრე ჩემი გიჟობა ხო უნდა დავამტკიცო ხო და ხო. ეხლა რომ მოვედით დილას ავართ ადრე გასულები საქმეები გვაქვს 1000 ჰაიხუა ნუ მეტყვით რა ხან ბანკი პოსტა ესა ისა ბევრი საქმეები გვაქვს. ხო და გუშინდლიდან დავდივართ გუშინ 3 ქალაქი შემოვიარეთ ბანკში ფეხს ვერ შედგა იმდენი ხალხი იყო. ხო და მე ბარემ გამოსულები ვართ, ბარემ დრო გვაქვს მეთქი და წამოდი წავიდეთ ცოტა ხილი ვიყიდოთ. უფრო ხილი მინდოდა, მაგრამ მე მგონი უფრო ბოსტნეული ვიყიდე. ხო და წავედით იმ მეორე ქალაქში. რატო გადავწყვიტე ეხლა უცებ ამ პატარა მონაკვეთს ჩავწერ, შევინახავ და მე გავაკეთებ მეორე ვიდეოს საღამოზე ჩავწერ, მოკლედ რა თქვენთვის კი ერთად იქნება ყველა. ნუ როგორც არის. რატო ეხლა რომ მოვედით დრო არ მქონდა უკვე შუა დღე გადასული იყო, უნდა ხორცი ღორის ნეკნები გავაკეთე კარტოფილთან ერთად, ის ბოლონეზიური მქონდა ესა ისა და მოკლედ დრო ვერ მოვგლიჯე რომ თან ინოჩენტეს დასარეკები ქონდა იქით აქეთ და ეხლა რომ მორჩით სადილს იმის თქმა მინდა იქით მიმყავს რომ მაინც მოვირბინე არა მქონდა პარკები ამოლაგებული ამ ნაყიდობას აკლია მარტო ერთი პორტოხალი ერთი მანდარინი და 2 პომიდორი დანარჩენი მოვიტანე. ხო და მინდა რომ ჩავწერო ეხლა ეს ხილბოსტნეულის ვიდეო რა ვიყიდესი. იმიტომ რომ წინა ვიდეო რო ჩავწერე რა ვიყიდე, ვაიმე ისეთი გაკვირვებული კომენტარები დაიწერა ერთი მომეწონა ძალიან რომ მე ხო უყურებდი ჩექვარსაც და უძახეო რომ მოდი შეხედეო რა ფასები არის. ეხლა რა ხდება? რა თქმა უნდა მე ვცდილობ რომ რაც სიტყვაზე ფასდაკლება რაღაცას ისაკი ისეც ვყიდულობ, რა თქმა უნდა, ნუ ეხლა ისეთ კი არა რომ გადასაყრელი და რამე, მაგრამ ასევე ხილბოსტანზე რატომ მივდივართ გვერდზე ქალაქში? იმიტომ რომ ჯერ ერთი რომ ხარისხით კარგი პროდუქცია აქვს იმბიჩს და მეორე კიდე ხილბოსტნეულის კერძო მაღაზია, ანუ მარტო ხილბოსტანია რა. კერძო. თავის საკუთრება და მე ახლა ეს რომ მეყიდა ჩვენთან აი ნებისმიერ სუპერმარკეტში 2 მაქვს გადავიხდიდი. იმიტომ გეუბნებით ხოლმე თქვენ რომ ბაზარში წადით და იქ იყიდეთ მეთქი რომ დარწმუნებული ვარ რომ მაინც უკეთესი გამოგივათ. ნუ რა ვიცი, ხა ვისაც როგორ ეხერხება, ეხლა ყველა უფრო გადასულია კომფორტზე, მაგრამ კომფორტი როგორც ვიცით ყოველთვის ძვირი ღირს და უნდა თუ კომფორტი გინდა უნდა გადაიხადო. ეს ისე ვამბობ რა. მაგრამ ეხლა რაღაცა მესიჯი შემოხდა, მგონი ფიქრიასია, არ ვიცი, ფიქრიაც დასეირნობს ტაილანდში და დახტუნავს. ეს ვიდეო კიდე ნინოს ზაკაზით არა, ნინოს მოვენატრე ეხლა. ხო, ხოლმე რომ ლელას ვერ ავღალატობ მეთქი და
ნინო მითხრა მაინც ლილას უნდა დაურეკო და უთხრა რომ გთხოვოს ვიდეო ჩაწერო და ეხლა ნინოსია ეს ვიდეო. ხო და ხალხებო ამიტომ მინდა რომ ესეც გაჩვენოთ რამდენი გადავიხადე და რა მოვიტანე. კიდევ იმეორებ, მე რო ეხლა დამზარებოდა, ეხლა იტყვის თქვენ გვერდზე ქალაქში წახვედიო და ბენზინი დაიხარჯაო, არაფერი არ დახარჯულა, ხალხო 4 კილომეტრია იმ გვერდზე ქალაქამდე თუ 7 არ ვიცი, 7 კილომეტრია და 4 წუთი უნდა და ესა ბატარებელს როცა ბატარებელით დავდიოდი მაშინ და არც არაფერი დიდი რამე გაზია ჩვენი მანქანა და მაგის ხარჯი ნამდვილად არ მქონია და ნუ ვიტყვით რა, უბრალოდ დავდივარ, იმიტომ რომ ჯერ ერთი რომ ნორმალური ვიყიდო, მეორე ის რომ ფასი მომეწონოთ და ეხლა წავიდეთ. ეს არის ამათი აიცა რაპე, ანუ ხალეული, მოკლედ, ვინც აქ არა ხართ და არ იცით, რაპე არის პულიას არა მთელი იტალიის, მაგრამ აქ უფრო არის, აქ ნაპოლში ზოგი ფრიარელს ეძახის, ზოგი მოკლედ ხალეული, ერთი ტიპი მხალი, რომელსაც დღეს გავარჩევ და ხვალ გავუკეთებ ჩემს გვირფას მეუღლეს. ეგ ერთი. ეს მეორე ჩიკორია, ესეც ყვებედი და თვალში რაღაც შევიწოთ. ესეც არის მხალი, რომელსაც გულში აქვს ჩიმა რა ქვია ესეთი ბოლკო არ არის. ყლორტები და ეს გარედანაც აი ესენი იჭმება და ეს თავები არა ყრით ხოლმე. მაიცა ეს ველი ახლა მაღაზია არ დავდებ. მოკლედ, ეს მეორე. ეს არის ხახვი, ანუ, აიცა, აი ესეთი მწვანე ხახვია, მწვანე ხახვი. ოღონდ აქ ამ მწვანე ხახვს ესე არ მიირთმევენ, ნუ საკვებში რა თქმა უნდა უმატებენ ახლა ვისაც უნდა. მე ვცადე რომ ჩვენებური მწვანე ხახვის გემოზე აი სიტყვაზე სალათთან და სალათში არ მომეწონა ძალიან ძაფრია და ძალიან ვერა რა მე ხახვი მიყვარს საერთოდ. ეხლა ჩემი ბიჭი რო დაინახა ნანა რამდენი ხანიაო ეს არ გაგიკეთებიაო ამის პეროქს რო ვაკეთებ ხოლმე. ამას მოვთუშავ კარგად გავწურავ, მერე დავამატებ თინუსი რა არის, თინუსია ტუნა, თინუსის კონსერვს, ზეთისხილს, მწვანე ზეთისხილს და მორჩა, მეტი არაფერს აურდაურევ, ჩავდებ გულსართად, პეროგი იქნება ეგ ვიყიდეთ, ეგ 2, ეგ 3, ეს შემიძლია აქ ზემოდან დავადო, იმიტომ რომ არ დასველდეს ის საფენი არ გამი. ეხლა ჯერ ბოსტნეულზე ვარ, ეს ყვავილოვანი კომბოსტო, ჯერ გიწონიან თავისი ფოთლებით რამე გადაგახტევინებენ და მერე მომიჭრეს რა გაასვით თავის. ყვავილოვანი კომბოსტო საკმაო ზომისა, არც ძალიან დიდი, არც ძალიან პატარა არ არის. ესე იგი, მხალი, ხახვი, ყვავილოვანი კომბოსტო. ბანანი, 4 წელი ბანანი, მე რადგან არ ავჭამ ინოჩენტეს ყოველთვის აგვაქვს ხოლმე სახლში, ხან კი 1 ორს ვაგდებთ, მაგრამ აი წახენსება რომ უნდოდეს ხოლმე. ეხლა ამ ბოლო დროს აი ჩემა კიდე რომ მაკედონია უნდა მარწყვი კი არ არის, მაგრამ ფორთოხალს ვაჭრი, მსხალი, ვაშლი, ბანანი და რავი რაცა მაქვს ხოლმე ყველაფერს პატარ-პატარი ცოტა-ცოტას და გამოდის მაკედონია. ანუ ხილის სალათი, ასორტი, რავი რაც უნდა დაიწყო. ეს არის ბადრიჯანი. დიდი ბადრიჯანებია, ბადრიჯანები თუ ბადრიჯანები არ ვიცი. ესეც 3 ცალი დიდი ბადრიჯანი. ესა თვალს მოუშოროთ. ნუ არ გიმჭირდება, მაგრამ გავიკეთე. წიწაკა ბულგარული წიწაკა. ხო, რა ხდება ეხლა მაგ იმაში რა ქვია მაგას, მაგ ხილბოსტანში. არის რომელიც არის ძალიან უხინჯო რა ვქვა, ყველა ერთი ზომის არ ვარი და ყველა ლამაზი და ღირს ორმაგი ფასი, არის ესეთი მიჯღანულ-მოჯღანულები, რომლებიც მე უფრო მომწონს, რომ იყოს მიჯღანულ-მოჯღანულები და ისა, რატომღაცა მგონია რომ უფრო საღია თქო, შეიძლება არც არის მასე, მაგრამ ნუ ვიფიქრებ. 4 ცალი ბულგარულია. აი ეს მიჯღანულები, იყოს მიჯღანულები, მე ესა ტოლმა არ უნდა გავაკეთო, უნდა დავჭრა და
დავჭრა არა, ჯერ უნდა ღუმელში გამოვაცხო, გავწკვნი, მერე ესე სიგრძეებად დავჭრი გრძლად და შევანელებ ნიორი და ზეთი. მეტი არა. ბულგარული ეს წყალის გადასახადი მოვიდა და გულზე გვაწევს. ой დედა, მე არ ამიწევია ხალხო, მანქანა აქ გააჩერა, გარაჟში არ წასულა და თვითონვე ამოარბეინა. მე არა. სალათის პომიდორი აი აქ არის 2-4-5 ცალი და ეს არის სასალათე პომიდორი ქვია ამას. 3 ევრო ღირს კილო. იყო უფრო ვაიმე სხვა ხარისხი, შავი პომიდორი ოღონდ დარბილებული იყო, არ ვიცი სიცივე მოხდა, ის არ ვიყიდეთ, თორე ნახევარი ფასი ყიდა. ხო და ეს კარგები ვიყიდეთ. ალბათ 1 კილო იყო, 2 მოვაკელი სალათს გავაკეთე. ეს არის პორტოხალი. ესეც იყო გადარჩეული. სულ ერთი ზომა და სულ ერთი ფერი, რომელიც არის, ის აღირდა ევრო და 60 თუ რაღაცა და ესენი ცოტა მოჯღანულები ერთი უკვე გავწქვენით, აი საუკეთესო. მე პატარა გავსინჯე, იმიტომ რომ ტკბილია, ძალიან ტკბილი და ეს აღირდა 75 გაბიკით 4, რა. ხო და რომელიც იაფი იყო, იქიდან ავიღე. იმის თქმა მინდა. რაღაცას ეხა პომიდორიც იყო იაფიანი, მაგრამ არ ავიღე, რომელიც კაი იყო, ის ავიღე და რომელიც კარგია, იმას ვიღებ, ხო? თუ არ ვარგა ფულის გადაყრა არ მიყვარს, იმიტომ რომ იაფია. ძალიან ცოტა მანდარინები ავიღე, არ ვიცი რა, ჯიში მანდარინია, ის არის, ზოგი დიდებია, ზოგი პატარები. ძალიან ტკბილია. 2 ლებანი შევჭამე და გავანებე თავი, 1 ცალი გავწყვეტ ეს მანდარინი. ეს არის კამის ბოლქვები, ვინც იცნობთ და აქ ახართ იცით, ვინც არა დაისა. 3 ცალი კამის ბოლქვი ვიყიდე. ამას დავჭრი ხოლმე და 1.5 საათი 1 საათი წყალში ჩავყრი. აი, როგორც შესაწველი კარტოფილი ისე დავჭრი და წყალში ჩავყრი, იმიტომ რომ კამის გემო აქვს და წყალში ცოტა გავვა. თუ არა და ხოლმე დავჭრი, როგორც შესაწველი კარტოფილი, ღუმელს ჟარონაზე დავალაგებ, მოვაყრი მარილი, პილპილი, გახეხილი ყველი და შევაგდებ ღუმელში. რა ვიცი, როგორც კი მოიბრაწება, საღამოთი მაგალითად რო გინდა ძალიან დაბალი კალორია, ძალიან სასარგებლო და საღამოთი რო გინდა ცოტა მსუბუქად, გადასარევია, რაღაცას მიეხმარება. და სხალი. არ ვიცი რა ღირდა მსხალი, მაგრამ კარგი მსხალი იყო და კარგები ავიღე. იყო იაფიანი მსხალი, წიფე უკვე და არ ავიღე. და ეს 4 ცალი დიდი მსხალი. ეხლა შევაჯამოთ. ბადრიჯანი, წიწაკა, ეს რა ქვია, ბოლქვები, ყვავილოვანი კომბოსტო, ჩვენ სულ მწვანეს ვყიდულობთ, იმიტომ რომ თეთრი ძალიან მძაფრია. ეს მხალი, ჩიკორია ქვია, მწვანე ხახვი, მაგას რა ქვია, მეორე მხალი, ბანანი, პორტოხალი, პომიდორი, სასალათე პომიდორი, მანდარინი, მსხალი. ამაში ყველაფერში გადავიხადე ჩემო კარგებო და ძვირფასებო, არ ვიცი 21 ევრო და რაღაცა, 22 ჩავთვალოთ. 22 ევრო. 22 ლარად. ეხლა უკვე ძალიან დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ეს არ მოვა, ვერ მოვა. მაგრამ კიდევ ვიმეორებ, მე რო ეს ყველაფერი აი სუპერმარკეტში მეყიდა, როგორც მინიმუმი 35-38 ევრო წავიდოდა. და ეხლა მე გადავიხადე 9 ფასი. უფრო უკეთესი მოვიტანე, უფრო კარგად ავარჩიე და აი ეს მაგალითად თლათ დილას არის დაგბოჭრილი და დაკრეფილი რა, მოკლედ ახალი. Rose per te ho comprato stasera. Questo è mio marito uscito. Il tuo cuore non sa cosa voglio da te. Ecco, meno male. Auguri e buone feste a tutti. Grazie, anche a te. კიდევ გილოცავთ ყველა დღესასწაულს. Auf Wiedersehen. Comunque, გამარჯობა ნანაიტეში.
Auf Wiedersehen. გამარჯობა, ნუ ნაიდიტო პრიმატი auf Wiedersehen. გამარჯობა. გამარჯობა და auf Wiedersehen. ნინო შეძღვნება? ბომბომერი. და კარგი შუა დღეს გისურვებთო. დაგემშვიდობათ ის ადილა მორჩა ყავა და ის მივართვი ნამცხრები რაღაცა და მე გამოვიქეცი თქვენთან. მოკლედ ეს ახლა ამას აქ შევწყვეტა ვიდეოს და გავაგრძელებ მოვალ საჭორაოდ და მოგახსენებთ კიდე სხვა ამბებს. ეხლა მე წავალ, მეც მეკუთვნის ადამიანი ვარ დასვენება მეკუთვნის და მე გავაგრძელებ და მე მოგახსენებ გუშინ საღამოთი რომ გადავიგლიჯე თავი კიდე. დავიღალე და დღეს ვეღარ ავდგევარ ფეხზე. ხო და მეც მეკუთვნის დასვენება, წავისვენებთ, მანქანა აქ გვაქვს გაჩერებული და გავალთ მერე და გავისტრენებთ საღამოზე რომ მოვალ, მერე მოვამთავრებ ამ ვიდეოს. აი როგორ არ ამცალია. მე არ დაიჯერებს არავინ რომ ნანას არაცალია. რა გაქვს საქმე მომეტყვით. მოგახსენებთ მე რაც ამაქვს საქმე. მოკლედ მე მოვაბავ ვიდეოებს. ძალიან მინდოდა სასწრაფოდ რომ ეს ჩამეწერა რა. არ გემშვიდობებით ხალხო, იმიტომ რომ გავაგრძელებთ მე და თქვენ. როდის რა იქნება ეს ვიდეო? კაცმა აიცის, ადამიანის შვილმა. ეხლა დაიცადეთ. მაცადეთ ჩვენი ლომი მოვიდეს აქა. დაბრუნდა. გაძევებული იყო ლომი ახალი წლების გამო, იმიტომ რომ აქ იყო ახალი წლების მორთულობა და დაბრუნდა. ლომის ადგილი არის აქ. საფენიც იქ არის. ხალხო, ეხლა გავაგრძელოთ. ის დილას ჩავწერე წინა რაც ნახეთ, ეხლა ვაგრძელებ რაც ეხლა მოვედი. პირველ რიგში ეხლა ამ მეორე ნაწილში მანანას უნდა მიულოცო, მე გვიან გავიგე როგორც ყველაფრიდან როგორ ვთქვა, გამოჩეული არა. არ მომდის სიტყვა, საჭირო სიტყვა რაც მინდა რომ ვთქვა. მოკლედ გვიან გავიგე, მაგრამ ხო გავიგე მანანას ვულოცავ, აი მთელი გულით და სულით. ერთი უნდა შენიშვნა მივცე მარტო მანანას. ყველას ემოციები რომ ვნახეთ და გადაიღო და გვაჩვენეთ, თავისი რატო არ ვნახეთ? თავის ემოცია რატო არ გვაჩვენა, როცა პირველად დაი. ცოტათი კი გვაჩვენა, ცოტა კი გამოჩნდა, მაგრამ კარგად ვერა. ვხუმრობ რა თქმა უნდა, ვულოცავ მთელი გულით და სულით და აი პირველ რიგში მშვიდობიანი ფერწილობა, მშვიდობიანი მოლოგინება, ხო ეგრე ქვია, მშობიარობა და ყველაფერი ჯანმრთელი ბავშვი და ერთი ძალიან გულით მინდა არ ვიცი ახლა მე ისე ჩემ თვითონ შვილია რა თქმა უნდა რა მნიშვნელობა აქვს ბიჭი გოგო ყველას ძალიან მეჯავრება ბიჭი გოგო რომ ხანის რომ და ხანის რას ისულელია მაგრამ ძალიან მაგარი იქნება მანან ბიჭს თუ გააჩენ და ძმა ეყოლება ისა იოანეს ძალიან მაგარ იოანეს მაგარ შვილს მაგარ ბიჭს და რა ვიცი მე ყველაფერს ძალიან მანანა სულ ვამბობ რომ ქალზე დგას ოჯახი რამდენიც გინდათ იძახოთ რომ კაცი ოჯახში თავია კი ბატონო თავია მამა ჩემი აიცოდა ხოლმე თავი კაცი არის ოჯახში თავიო და დედა ჩემი ეტყოდა ხოლმე მართალი ხარო კაცი თავი არისო და ქალი კიდე კისერიო პატარა კისერიო და ამ თავს საითაც უნდა იქით მიაბრუნებსო და მოაბრუნებსო და ეს კი ვითომა ხუმრობდით მაგრამ მართალია მართალი ერთხელ ცოტა გადახვევა ისე მე ვიტყვი ხო და თუ არ დამავიწყდა ხო და იმის თქმა მინდა რომ ქალზე არის დამოკიდებული ოჯახის სიჯანსაღეც სიმრთელეც სიჯანსაღე ჯანმრთელობას არა უგულისხმობ ოჯახის ჯანსაღ ატმოსფეროს გულისხმობ გაზრდილი და აღზრდილი შვილებიც ქალზეა ყველაფერი 19 მინდა ვთქვა, მაგრამ 90-ს ვიტყვი, რომ ისა პირდათელი ვიყო მამაკაცების წინაშე. იმიტომ რომ რა თქმა უნდა, მამაც იღებს აღზრდაში მონაწილეობას და ძალიან ბევრ რამეს ასწავლის შვილებს და ძალიან ბევრს აძლევს. რა თქმა უნდა, მაგრამ ქალი არის ღერძი.
რატო არის ქართულში ყველაფერი ქალთან, დედასთან, დედა ბუნება, დედა ბოძი, დედა ენა, ყველაფერი დედასთან არის, ხო და ეს დედა არის ამ შემთხვევაში მანანა, რომელსაც აი რო იტყვიან მაღლა უჭირავს ოჯახი ამაღლებულ ადგილზე და რა ვიცი, აი შვილები ხო ყველა ხედავთ კიდე როგორი შვილები ყავთ. და ისა ერთი კომენტარი იყო, შენ ისეთი ფეხმძიმობა გქონიაო, ხო არა მაქვს არ ტოქსიკოზი არაფერი ვერ ვიგებოდა. შენ ისეთი ფეხმძიმობა უნდა აჩინო და აჩინო შვილებიო და აჰა ბატონო, მერთვაც იფიქრა ასე და მისცა და მოუვლინა და კიდევ ერთხელ მთელი გულით ისე კარგად ვიტირე და აი სიამოვნებით გაღიმებული რომ მოგდის ცრემლები ისე იმ ვიდეოზე, მანანას ვიდეოზე და მადლობა მანანამ რომ მასე გადაიღე და მასე ეგდა ემოცია მოგვარე ხალხს და ძალიან ბევრს ყველას რა და გილოცავ კიდევ ძალიან მიხარია ძალიან თქვენი სიხარული მიხარია ძალიან ეგ ძალიან მინდოდა რომ მეთქვა ეს დღეები ვიდეოს ჩაწერა პირდაპირ მაგიტომ უფრო მინდოდა რა თქმა უნდა მიულოცე კომენტარებშიც დავწერე აღარ უყურებ ხო მეთქი ხანდახან თუ გადავავლებდი თვალს და ბანანას სულ დაკავებული განა არ ვადევნებ თვალს ვადევნებ სულ დაკავებულია სულ მუშაობს ვიქთაც რაღაცებს ცოტას ვუყურებ ხოლმე და ეხლა არა მეთქი ეხლა სულ უნდა გიყურო როგორ გაიბერები ხო და ეხლა სულ გიყურებ მეთქი ხო და ასე ჩემო კარგებო ეხლა თუ მეტყვით რომ ეს რამდენი გაცვიაო რამდენი საჭიროა იმდენი მაცვია იმიტომ რომ გარედან შემოვედით გათობა ეხლა ჩავრთე მაგრამ ნესტია ამ დედააფეთქებულში ამ ჩვენ ქალაქში სადაც ზღვა არ არის და არასოდეს ამდენი წელი ნესტი არ ყოფილა ბოლო 2 წელია სულ ნესტია მანქან რომ გავედი რომელი საათი იყო რომ გავედით სველი იყო ზემოდან მანქანები, ეგეთი რამე ასფალტი რო სველია, ესეთი ნესტი აქ არასდროს არ ყოფილა და ძალიან ცუდია, თორე ისე სიცივით მაინდა-მაინც კი არაცივა, მაგრამ რაღაც არ მინდა რომ შემგრილდეს და ჩავიცვი კარგად დავიმატე. ეხლა ეგეც მოგახსენეთ. კიდე რა უნდა მეთქვა? ხო, ის წეღან რომ მანანას მილოცვაზე გადახოვა არ მინდოდა ერთხელ ვოლგოგრადში ვიყავით და მე ვიყავი რა, მე ხო იქავ ცხოვრობდი და ზაფხულში ჩამოდიოდნენ ხოლმე ჩემები. ჯერ ჩამოდიოდნენ დედაჩემი და ჩემი ძმა. მე როცა ინსტიტუტში გამოცდები მქონდა ხოლმე მაგ დროს ჩამოდიოდა, იღებდა დედაჩემი მშვებულებას და მე ეგენი მაგათი წასვლის დრო რომ მოდიოდა, მე მოდიოდა ხოლმე მამაჩემი. და ისე იყო იმ დროს რომ რაღაცა რამდენიმე დღე ემთხვეოდნენ ხოლმე რა და მე დედაჩემი და ჩემი ძმა მიდიოდნენ მამაჩემი რჩებოდა ჩემთან და ისა ვაიმე ისეთი კარგად მახსოვს ზღვა მეთქი ვოლგაზე ვიყავით საღამოთი სასეირნოც გასული ჩვენ ცხოვრობდით ბინა მქონდა ნაქირავები განაპირას ვინც ვოლგოგრადიდან მიყურებს სელხოზი რა ქვია სამეურნეო ინსტიტუტთან გადაღმა იქ მქონდა ბინა ნაქირავები და ცენტრში გავდიოდით სასეირნოთ რა პრობლემაა ტრანსპორტის არ იყო ქვემოთ მხრიდან ტრამვაი გადიოდა ზემოდან ავტობუსები თუ არა და ტაქსი 2 მანეთი და იმის ჯანი ხო და იქ ვარ სასეირნოთ ცენტრში რა ქვია ვოლგაზე პორტი სადაც იყო რა ვეღარ ვთქვი ხო და კიბები იყო რაღაც და საჯდომები საღამოთი ნაყინი მივირთვით რა დავდივართ რა უნდა გვეკეთებინა რა ხო და მამაჩემს მოსწყინდა წავიდეთ სახშიო თქვა ხო და ჩვენ კარგად ვისხედით კაი გრილნია ვიუბერავ და ზაფხულის საღამო იყო მდინარესთან რამე და კაი ცოტა ჯერ ადრიაო დედაჩემაც ადრია უთხარით და ისა გავიდა ერთი 10-15 წუთი ალბათ რა მეტი არა და მე დედაჩემმა თქვა რომ წავიდეთ ეხლაო სანამ ვახშამი სანამ და ავდექით სულ ყველანი უსკითხოთ და წავიდეთო თქვით და მამაჩემი გიყურეთ ეგე თუ არ არის კისერიო საიდანაც უნდა იქით მატრიალებსო მამაჩემს ადვილად ვერსად დაატრიალებდი ისეთი იყო მაგრამ ფაქტი ის არის რომ ქალი მაინც როგორც უნდა ისე ატრიალებს ხო და ეგრე ეგ ისე გადახოვა ისავქენი და
ისა გამახსენდა ეხლა აი რა არის არა სხვა რამეზე ვარ მოსული და ეხლა გამახსენდა რომ მამა ჩემი დამიტოვა დედა ჩემა სექტემბერში ადრე კი მექნება მოყოლილი მაგრამ ეხლა კიდე გამახსენდა და მომინდა მოყოლა და ის პერიოდია ხალხო რომ შემოსული არის ხაკისფერი არა ხაკის შარვლები და იყო აგურისფერი აი რაღაც აი ესეთი გურო წერი ეგეთი აგურისფერი ხაკის შარვლები და რაც პირველი შემოვიდოდა ბოდაში ბარხატის შარვალი იყო ვილვეტისა იყო ჯინსი იყო რა იყო მამაჩემს აუცილებლად უნდა ჰქონოდა არ არსებობდა ხო და შეაკერინა რა თქმა უნდა მაშინ კერავებს აკერინებდნენ შარვლებს და შეაკერინა რა თქმა უნდა ხაკის შარვალი გონი ორი არ მახსოვს ნუ ერთი შარვალთან ჩამოსული ეს კაცი თუ ჯისიც აქონდა არ მახსოვს ხოდა შარვალს გასარეცხიავეს შარვალიო და დადე მეთქი მეოთხარი აბანოში დადე და მე გავრეცხავ ხოდა მე წავედი სამსახურში რომ მოვედი და ვაიმეო მითხრა რა იყო მანდო და რა მეთქი და შარვალი უნდა გამერეცხაო ჩავასხიო ტაშჩიო წყალიო ეგ ბოთლით იყოვო რაღაცა ისაო მეგონაო რომ ის არისო სარეცხის საშუალებაო ეგეთ ჩავასხიო თუ ჩავყარე არ მახსოვს შეიძლება ფხვნილი იყო ქლორი და ჩააყარა წყალში ქლორი და ჩადო შარვალი ჩაალბო რომ მე ვიქრა ამოვიღებო და ამოიღო რომ მოჭეჭყა ამოიღო და სულიყო აჭრელებული აი ესეთი თეთრი ლაქები მაინც ჩაიცვა მეოთხარი ვერ დამელოდებოდი მეთქი პატარა ვიყავი ხალხო არ 18 წლისა ვიყავი ალბათ 19-ის არ ვიცი და არაკაც შეხوار გაგარეცხინე მერე დედაჩემი სანამ წავიდო და გაამიკეთა ქვეყნის საჭმელი 4 ტაბაკა ქათამი შეწვა დაჭრა ქვაფში ჩამილაგა რა ვიცი ხაჭაპურები გამომიცხო დაატოვა საჭმელი და თან მამაჩემს ეუბნება იცოდე სადილები გაუკეთეო ნანას მამაჩემი პოვარი იყო პროფესიით ნუ ეს საჭმელები კი ვჭამეთ რავი რაც დაგვიტოვა მაგრამ მესამე დღე მოვიდა და სადილი უნდა გააკეთოს მამაჩემა წავიდა საყიდლად პროდუქტებზე ნუ იქ უკვე ისა ქონდა იცნობდა კვარტალს უბანს ხო და მე რა ვიცი ისევ სამუშაოზე ვარ რომ მოვედი სამუშაოდან საჭმელი გავაკეთეო მე მითხრა რა გააკეთე მეთქი და სალიანკაო წავედით ჭამეთ რა ვიცი ჭამეთ ამის ხა მივირთვი მეც ეს კიტრის წნილიანი სალიანკა იყო და ჭამე რა ხორციანი სალიანკა რა ვიცი მე ახლა და წავედით დასარეკად ტელეფონები რა თქმა უნდა არ იყო პოსტაში დავდიოდით დასარეკად და დავრეკეთ სახში დედაჩემ და დედაჩემ ამითხრა რომ რა ჭამეთ დღესო რა გააკეთაო მამაშენბაო და მეოთხარი რომ სალიანკა მეთქი აბა მიეცი მაგას ყურმილიო იცი ყურმილი მამაჩემს დედაჩემი უბრება რა იყო რა ახმელიაზე იყოვო და სალიანკა გაუკეთეო წესიერი საჭმლის გაკეთება არიციო ხო და მიიჩოტკა ვალერა მამაჩემი და ეგრე იყო ვაიმე ბევრი კარგი მოგონებები ხო არის არა ცუდებიც არის ხალხო ცუდი მოგონებებიც ქვეყანა გვაქვს მაგრამ მე სულ კარგ მოგონებებს ვებღაუჭები ხოლმე ხო და ეგრე ეხლა რა ხდება ჩემთან არაფერი არ ხდება გარდა იმისა რომ წამოსული ამანათები ორი ამანათია დაკარგული თქვენ ხართ ჩემი ბატონი ეხლა დამირეკეს კიდე და ერთი ამანათიო ლელამ გამომიგზავნა ამანათი იმას ვაკეთებ წინა ვაანონსებ დაელოდეთ მომდევნო ვიდეო იქნება ამან განყუთვა რა ქვიოდა მაშინ ხალხო რა ქვიოდა ხოლმე ამანათების გახსნას განყუთვას კი მაგრამ მე არ ვარ თქმეთი ხოლმე განყუთვას ხო და ლელამ გამომიგზავნა ამანათი და არ ვიცი ახლა დამირეკეს რომ მოდის შაბათს ჩამოდის ამანათიო და შეგიძლიათ რომ შაბათ კვირას გაიტანოთ ის რომელიც შარშან არის გამოგზავნილი სრულიად ტყის მნიშვნელობით შარშან ნოემბერში და დეკემბერში ისინი დაიკარგა ორი რომელშიც ფული მაქვს გადახდილი ანუ ნაყიდი რაც ამქონდა და არ ვიცი ახლა წავალ მე კვირას ინგა დღეს იყო გასული მივედიო ვაჩვენე კოდები და არ არისო მითხრაო არ არის ეგეთი რამეო და მე მივალ ახლა დავადგები თავს და როგორ არ არის მოვათხრეინებ ხო და ესა
თუ ეს რომელიც გუშინ დამირეკეს რომ შაბათს ჩამოდისო, ჩემი ანგარიშით და ჩემი ჭკვით უნდა იყოს ლელას გამოგზავნილი ამანათი და თუ ჩამოვიდა და ეგ იყო მოვაწყობთ ვიდეოს და იქნება ჩემი ემოციების ფრქვევა და ზღვა. ხო, ეგეც დავაანონსეთ. ეხლა კიდე რა არის ახალი? არაფერ დღეს ნინო მეუბნებოდა რომ ვიდეოშიო მაჩვენეო კაბები რო იყიდო. ზაფხულის კაბები ვიყიდე. 3 კაბა ვიყიდე. ერთი შავი ამისი მეგობარია, ეს რომელიც ერთი საშინაო მაქვს, ერთი საგარეო და ეხლა ვიყიდე ნახევარსახელოზე. ესენი ეგეთია, უსახელო. და ეხლა ვიყიდე ესეთივე ნახევარსახელო. ეს არის ჩემი ოცნების კაბა, ოღონდ მართლა. და ის რომლებიც 3 კი არა 4 ვიყიდე. ერთი დამვიწყებია. ერთი წვრილ კოპლები, ერთი ეგეთია, ერთი წვრილ კოპლებიანია და ინოჩენტემ რო დაინახა ის კოპლებიანი, ვაიმე ეს რა კარგიაო და მე ვთხარ ეს მგონია არ ჩამეტევა მეთქი, იმიტომ რომ წელვადი არ არის, ანუ ისეთი ნაჭერია აბრეშუმი, რომელსაც სტრეიჯი არ აქვს და ვიფიქრე რომ რას არ ჩავეტევი ხალვათა თავად, უნდა ხვალია ვიწონო კიდე მაქვს მე მგონი ცოტა მოკლებული ხო და ისეთი კარგად ამაქვს, თან ცოტა გრძელია. უიო, ამასო გამოსასო საღამოთით ჩაიწყო საღამოთი. სადავდივარ საღამოთი. ეს არის გათვლილი აქ იმაზე. დასასვენებლად რომ წავალთ, რომ საღამოთი რა ჩავიჭრა. ხო და ისა ეგა ერთი ტიგროვია და ერთი კიდე მწვანე არის, საშუალო მწვანე ღია არ არის. მწვანეზე წვრილი თეთრი კოპლებია. რომელიც რაღაცა ფირმაა სუფთა კოტონი ქვია რა კოტონის როგორ ვთქვა მაიჩნია ხო და ნინო მეუბნებოდა რომ ვიდეოში მაჩვენი კაბებიო და ეხლა მე უნდა ავდგე წავიდე და კაბები მოვიტანო ცოტა მეზარება წავალ მეზარება სიზარმაც მოუყდა პატრონი და მომგონი კიდე რას ქვია გეზარება კიდე ის არის რომ იმის მაგივრად რომ პაუზაზე დამეყენებინა რა პაუზაზე გავთიშე და ეხლა ისევ ახალიდან ჩარსე და ეს ვიდეო როდის იქნება და როდის იმას გავაკეთებ კონვერტაციას და თუ რა ქვია მაგას არ ვიცი ქართულად და მე როდის დამონტაჟდება ხო მონტაჟი და მე როდის აიტვირთება არ ვიცი მაგრამ როცა იქნება ეს არის კაბა რომელიც მაქვს მუხს ზემოდან არ ვიცი უკალგოტკოთ ამას ვერ ჩავიცმევ, მაგრამ კალგოტკით და რა ქვია მაგას ჩექმაზე და ყავისფერი პალტოს ქვეშ არის გადასარევი. ეს არის როგორ გითხრათ, არ ვიცი, მწვანე, რომელიც არის ძალიან კარგი, მაგრამ სახელოები აქვს აი ასე 3/4 და ისეთი მაიჩნია, რომ აი არანაირი სეზონს რო ზაფხულში რო სახელო არა ჭირდება და როცა სახელოა საჭირო მაშინ კიდე თხელია ეს კაბა და ამიტომ მე თვითონ ჩემი ჭკუით ვიფიქრე რომ გადავჭრი აი ასე და იქნება ზაფხულის კაბა და რაც თავარია ჯიბეები აქვს ეს რომელიც რომა ზედრომაცვია თქო რო გითხარით ისეთი სადახარ ესა ოღონდ აქვს სახელო და ეს სამსართულიანი აბორკა არაფერი ჩვეულებრივი უბრალო როგორც ეს რა ოღონდ თითქოს ცოტა უფრო თხელი მეჩვენება ნუ არაუშავს რა უფრო კარგი ზაფხულში იმიტომ რომ ეს რომელიც ზედმაცვია ცოტა მძიმე და სქელია და ეს უფრო ზაფხულოა და კარგია და თან სახელო რო აქვს უფრო მკლავებს დამალავს ესა და ეს მთავარი გმირი კოპლება ეხლა ეს უნდა გაჩვენოთ კარგ ემას ახლა ვერ ჩავიცმევ აი სახელო აქვს ასეთი კლოში და აქ ზბორიანი აქ აქვს ზბორიანი ძალიან კუდრაჭა სახელო აქვს ადენანაცით აი ესეთია კაკეტკა გადაჭრილი მაღლა აი აქ მკერდთან და მერე არის გაშვებული და მერე კიდე ერთი აბორკა აქვს ქვემოდან რა და აი ასეთია ეხლა ეგრე
შეიძლება ზოგიერთმა თქვას, რომ ბაბუაკაბაო, მაგრამ არა, ჩაცმული არის გადასარევ. ხო და ამას რამე თეთრი წვრილი მძივი და დაიხატება კაბა. და შესაფერისი ფეხსაცმელი. აჰა, ეგენიც გაჩვენეთ. მეზარებოდა, მაგრამ მოვიტანე. საათები ჩამომივიდა კიდე, ის 6 საათი ხო ჩამომივიდა წინა, ყველა ფერადები ისინი, სილიკონები. ეხლა კიდე ძვირფას საათები ჩამომივიდა. ეხლა ართხეთ ის მოიტანე გვაჩვენო მეზარება. 3-ია, ერთნაირი ფასონია, მაგრამ დაფა აქვს შიგნით ყველა სხვადასხვა ფერი, მწვანე, ვარდისფერი და თეთრი. თეთრი არა, ოქროსფერი რა. და ლამაზებია. ეხლა იტყვით ეგეც მოიტანე გვაჩვენეო. მოვიტანო. ოღონდ არც დავაპაუზებ, ხეს აღარ დავადებ, ეგრევე დაგტოვებთ, მივირბენ და მოვირბენ. და დამერვედეთ თუ შეიძლება. მოვედი. ჩემი სადაც მე სამკაულებს ავყიდულობ და ყველაფერს შარფებს და რამეს ჯერ შვებულებაში არიან. ერთ-ერთი დაკარგული ამანათი არის იქიდან იმათი გამოგზავნილი და თუ დაიკარგება ძალიან გული დამწყდება, საჩუქარი ცადეს შიგ ჩემთვის და ნაყიდობაც რავი არ ვიცი, ღმერთსა ვთხოვ რომ არ დაიკარგოს. კიდე მაქვს რაღაცები შეძენილი, მაგრამ ჯერ შვებულებაში არიან. ნანიკოს ხო და ეხლა გაჩვენებთ ამათ. აჰა, თუ გინდათ გავყიდი. ადე ნანა იქნება და არა ჩანს კარგად. ბატონო. ეგეც ეგრე. არა მქონდა გასასვლელი საათები და მაქვს. ის რომლებიცა მაქვს, ისინი არა ბატონო. ესენი ბრძანდებიან დიორის რეპლიკაო, ხო, ეხლა ხო ისა რა ქვია თუ ბრენდი არ არის აღარავითარს აღარ ვიკეთებთ. არა, მე ხო გითხარით, მე არ მენაღულება ბრენდები. ხო და ეს საათები არის. ესა მაქვს. ეხლა ჩაწვენდით. ეს ახალი ამბებიც მოგახსენეთ. ეხლა არ მომიყოლია თქვენთვის ჩემი 1000 რამე რა ვიცი მე ხალხო 1000 რაღაცა მინდა ხოლმე არა TikTok-ის ამბების ნერვები არა მაქვს მაგეებს აღარ ვლაპარაკობთ ხო ხედავთ აღარ ჩემ თავს როგორც კი TikTok-ზე შევალ და რაღაცის ყურებას ვიწყებ ჩემ თავს ვეუბნები ნანა არ აქვს ცხვენია ამ სისულელებს როგორ და ჩემ თავს ვარ ცხვენ და გამოვდივარ ხო და ისა უფრო ხორაბებით ავკავდები რა, მოკლედ გუშინ საღამოთი, ხო, აი უნდა მე თქვა თქვენთვის, მერე გეტყვით მეთქმები როგორ ამაკ არა უშავს. ისა გუშინ ბატონო გუშინ ვიყავი სასაფლაოზე. რაც ჩამოვედით. ვერა და ვეღარ მოვახერხეთ, ხან ისამტკიო და ხან ესამტკიო და ხან რა და ნემსებს ხო ვიკეთებდი ამ ნერვმა რო დამიჭირა და ჰაიხუა და მოკლედ რა, ვეღარ მოვახერხეთ. და გუშინ წავედით სასაფლაოზე. ეხლა რა თქმა უნდა ძალიან წმინდო გავაახლე დედაჩემის საფლავი და ჩემი დედამთილისაც. ხო და რის თქმა მინდა. საღამოთი ამერია გუნება. არ დამილევია წამალი ხან, წამალს ხო ვაბრალებ ხოლმე იმას, ჰორმონს როსო, ჰორმონია თუ რა ჭანდაბა იკიბოს. ხო და ამერია ხასიეთი არ რაღაცნაირად ცუდად ვიყავი, თითქოს მაცემინებდა, თითქოს ტანში მომტრევდა რავი, რაღაცნაირად ვიყავი რა. ისევე თვალის აღება ვიცი ძალიან ხოლმე დიდი რამე სათვალიომი არა ვარ, მაგრამ ბავშვობიდან ვიცი თვალის აღება მე, სულ ბებიაჩემ დედაჩემის ბებიები, თელაველები სულ ჩემ გამოლოცვაში იყვნენ, იმიტომ რომ სიცხეს მაძლევდა. აი ჩვეულებრივად თვალს ვინმე თვალს თუ ავიღებდი, ეგრევე სიცხეს მაძლევდა, ცუდად ვიყავ ხოლმე.
ხო და ცუდად ეგრე ვიყავ. ჩემ თავს უთხარ, დანა, შენ როცა ესე ხარ, უნდა რამე აკეთო ახლა, რაღაცა უნდა დაიწყო, ეძგერე რამეს, იმიტომ რომ თუ დავწვებოდი უარესი ვეღარ ავდგებოდი. ავდექი ბატონო, ვეტაკე, ჯერ ბლინის ცომი გავაკეთე, ბლინჩიკების ცომი დავდგი, მერე ინოჩენტეს პეჩენიები გავაკეთე დავდგი. მერე დავადექი ბრინჯი მოხარშე, მერე სოკო დავჭერი წვრილად მოშუშე. ხორციანი ბლინებს არ აჭამს ჩემი ქმარი. თან მეც მინდა ხოლმე რომ გავა მრავალფეროვნო თუ რაღაცა ესე რა და ხარის გულს ვიგონებ ხანდისას და ისა მერე სარეცხი შევყარე და სარეცხად მერე მე არ მახსოვს რეებს არ ვაკეთებდი რო გითხრათ. ხო და სოკო მქონდა ნაყიდი, კარგი სოკო და ის დავჭერი წვრილად მოშუშე ხახთან ერთად მერე კვერცხი მოხარშე. გულები გადავყარე და ისა კვერცხის ცილა დავჭერი წვრილად. პილპილი მარილი ზეთით შევაზავე ეს ბრინჯთან ერთად ეს სოკო და სოკოიანი ბლინჩიკები გავაკეთე. ისე დავიღალე ხან პეჩენიებს ვაცხობდი, ხან სარეცხს ავფენავდი, შედიოდი, გამოდიოდი რაღაცებს რა, არ მახსოვს რა, აი ტრიალებდი, არ გავჩერებული ვარ. და ბლინჩიკებიც რომ გამოვაცხე და ისა დავჯექი და ვიგზენი რომ ისე დავიღალე რომ ვეღარ ვლაპარაკობდი. ვერც იმას ვეღარ ავგზნობდი, ცუდად ვიყავი თუ კარგად ვიყავი, ვერც იმას ვეღარ ვიგებდი რა მქონდა რა არ მქონდა, ვერაფერს. ავდექი ჩემ თავს უთხარი, ხვალედილით ადრე ვართ გასასვლელები მეთქი და მოდი ესეთ შეახვე. ის ბლინჩიკებიც შევახვიე 1 ტონა, ზოგი გავყინე. ხო და მოკლედ და კონკრეტულად კარგად მოვიკალი თავი. მერე მეტყვის ხოლმე ნინო რომ რა თიკლა თავსო ფიგრავაც მითხრა ხო გეხმარ მოგდის ის გოგო დამხმარეო და ნუ აკეთებ არა მარტო კაბუდა მოვიკლა თავი მარტო კაბ ხო და ისეთი დაღლილი ვიყავი რომ 12 საათი პირველი დაიწყო ინოჩენტე წავიდა დასაძინებლად და მეოთხარი მე ხა ვერ დავწვევი დასაძინებლად ისეთი დაღლილი ვარ მეთქი რომ უნდა ცოტა ხანი წამოვწვი იქით პატარა ოთახში გავედი და იქ წამოვწიქი ცოტა ხანი რაღაცას ვუყურებდი რა კომპიუტერთან და რო ცოტა მეთქი ორგანიზმმა აი თქვას რომ ისა ძილისკენ წავიდე ხო და ეგრე ეგ უნდა მეთქვა ვისაც რა თქმა უნდა ეხლა ჯაჭები თქვა გიდათ ვიბიანი რა ქვია სოკოიანი ბლინჩიკები გადასარევი ხალხო არანაკლები ვიდრე ხორციანი ძალიან გემრიელი ინოჩენტე მითხრა ამაც არის ნანა ეხლა ეს რა ქვია იმას გული ბრინჯიანი გული ისე მოეწონა კაი შეზავებული იყო კარგად პილპილი რამე და უხდება ისა სოკორო ხახთან ერთად არის მოშოშული ნუ ეხლა ვისაც ხახი არ უყურს რა თქმა უნდა არა მაგრამ ეგრე და დღეს რომ ვფიქრობდი სულ რაღაცას ხო ვფიქრობ სულ რაღაცა მოგონებებში ვარ და სხვა ბარა ხო და ჩემთვის ვფიქრობდი და გამახსენდა ჩვენ გქონდა საცხობი მე და დედაჩემს ხო და ვაცხობდით კარტოფილი და ყველი გარეული მარტო ყველიანი ხაჭაპურები არა ტყუილია კარტოფილიანი და ყველიანი და ლობიანები მარტო ყველიანი არა კარტოფილი და ყველი და ლობიანი ეგენი გქონდა მრგვალები და მე იყო ღვეზელები და ღვეზელები იცვლებოდა სეზონის და მიხედვით კარტოფილიანები სულ იყო მთელი წელი და დანარჩენი მე გაზაფხული რომ მოვიდო და ტარხუნა რომ შემოვიდო და მწვანე ხახვი რომ შემოვიდო და თან მარხვა იყო გაზაფხულზე და ვაცხობდით ხოლმე ტარხუნიან ღვეზელებს, სოკოიანებს, ტარხუნიანებს და ამ ტარხუნიანს ბრინჯი, ტარხუნა, მწვანე ხახვი. კვერცხი არა, იმიტომ რომ მარხვა იყო. მარტო ეგა ცოტა ზეთი გულში და მაგის ღვეზელებს ვაკეთებთ. ძალიან გემრიელი. თბილისში ვჭამე ეგმე ერთხელ და იქიდან გადმოვიღეთ. გლდანში სადღაცა საცხობში რავი სადღაცა ვჭამე, ხო და მაგას და სოკოიანებს ვაკეთებდი, კარტოფილიანებს რა თქმა უნდა და მაშინ რა ღირდა, რა ვიცი 50 კაპიკი 1 კონა ტარხუნა ღირდა, 10 კაპიკი 1 კონა ხახვი ღირდა და გამოდიოდა ბლომად გული ბრინჯს რო გაურევდი, ხო და ვაცხობდით და მაგას ავყიდით და დეიდაჩემს კიდე ჩვენ გვერდზე ქონდა დეიდაჩემს და ნუ თავის ქმარს და შვილს
რესტორანი. ჩვენსაც ხო მივათ რესტორანი ქონდათ და ეს დეიდა ჩემი იძახდა, დედაჩემს ეთყოდა ხოლმე. ვა, გავგიჟდი ქალიო, მოვიდოდა ბაზრიდან, ხო და ხორცი უნდა მოეტანა, რესტორანი ხო უნდა ამუშაო და დეიდაჩემ მოვიდოდა ეთყოდა 150 ლარის ხორცი მოვიტანეო მეო, ხბო, ჩაკაფულს აკეთებდა ცნობილი და მე ამდენ ფულს ავყრიო და ეს კიდე 10 კაპიკიანი ხახვის ფოჩით აკეთებს ფულსო. დედაჩემს ხო და დედაჩემ კიდე ეთყოდა ქალო მეო ერთი იმასო პერაშკსო 10 კაპიკად ავყიდიო და შენ კიდე ერთი პორცია ჩაკაფული 4 ლარი ღირსო. ვაიმე და კადაცხობა იყო ხოლმე მეო ამდენ ფულს ავყრიო იმაში პროდუქტში და ეს კიდე ხახვის ფოჩით ფულს აკეთებსო. ვაიმე და ცირკი იყო რა. ძალიან ცირკი იყო ხოლმე ჩვენი ამბავი. პონჩიკები გქონდა კიდე ხოლმე და პონჩიკებით 10 კაპიკიანი პონჩიკებით ფულს აკეთებსო. ფული კეთდება პონჩიკებით, აკეთეთ პონჩიკები და ღვეზელები და კეთდება ფული. მართლა. ხოდა ეგრე ხახვის ფოჩით და თუ ეხლა ვინმე მარხვა ჯერ სადარი, მაგრამ როცა დადგე რომ იქნება მარხვა, ტარხუნა ხო შემოდის. ბევრი არ უნდა, ბევრი ბრინჯი, მე დედა გული გამისკდა. Io uccido quest'uomo un giorno sarà un giorno. Sarà un giorno. და მე ამას მოვკლავ ერთ დღისით, მოვკლავ, არ მაცდის არაფერს. არ უნდა მოვკლა, გეკითხებით, არ უნდა მოვკლა, მაგრამ უნდა უყო. სანამ დავჯდებოდი ვიდეოს ჩასაწერად, ვუთხარი გჭირდება რამე ჩემგან თქო. არაო. მოგიტანო კომპიუტერი მეთქი? ესა, იქა დაგაბინაო, ტელევიზორს უყურებთ. არაო, არ მინდა დღეს კომპიუტერი, არა მაქვს ნერვებიო. ეხლა კიდე გამოვიდა და მეხვეწება და მომეც კომპიუტერი, არ უნდა და აქ მოსვლა ეკიდო კომპიუტერი. ხო და მივეცი. კომპიუტერი. ხო და დაბინავ და ეხლა და რას ამბობენ ჩემზე? რაღაცას იკარავს, არა. ჩეს. რა დავაშავი კიუდეტე ბედე ლა პორტალა. ხო და ესა რა ქვია ჩემზე რას ამბობენო და რა ვიცი მეთქე ჯერ ეხლა ვაკეთებ ვიდეოს უწერ და რას ამბობენ შეზე არაფერს ვის რა შეაინტერესებს მეთქი ვეუბნები და უთხარი იქნება ორშაბათს ახალი სიმღერა დავდო და გითხარით რა უნდა დადო მეთქი და ერთი კი მაქვს მზაათო მაგრამ იქნებაო ის მეორეო ხვალე თუ წავედიო საღამოთიო სტუდიაში იქნება ხვალე გავაკეთო ის სიმღერაო და მე ვთხარი ეცადე მეთქი, იმიტომ რომ ის რომელსაც იძახეს გავაკეთო უფრო მომწონს. ხო, ეგ ახალი ამბავიც გითხართ. ხო და ეგეთი ამბებია ხალხებო. ყოველ დღე რომ მოვდივარ, გაქვს რაღაცა მიყვები თემას, მიყვები შენ ცხოვრებას, მიყვები გიყვებით რაღაცას და აი ესე 8000 ერთხელ შემოვქანჯალდები ხოლმე არა, მაგ დროს ვერავ კონცენტრირდები ერთ რამეზე, მოვედები 1000 რაღაცაზე და რა ვიცი თქვენ ვისაც მაინც მოგწონთ ჩემი მოსმენა და ყურება ხო კაი და ვინც არა და ასკროლ დაი აი ეგრე უნდა ავსვათ იცი. ან ეგრე, რავი როგორც გინდათ და ესაქენიც ნუ უყურებთ. ნერვები ხო ის არაფერზე არ უნდა მოიშალოთ, არაფერზე. რასაც მე ჩემ ქმარს ავწურთნი წეღან მოვდიოდით მანქანით და ნუ რაღაცაზე ვსაუბრობთ. ეხლა მანქანაში ბუები ვითხვარებს, სულ საუბრობთ ჩვენ. ხო და რაღაცას ვსაუბრობთ რა და მე ვთხარი, აი მეთქი მე ჩემ ეხლა როგორცა ვსწავლობ მეთქი ცხოვრებას, ურთიერთობებს. ეხლა როგორც ვაანალიზებ მეთქი ყველაფერს და ეხლა რომ ვსწავლობ, ბევრი ვისწავლე, აი ბოლო წლებში ბევრი ვისწავლე, მაგრამ ძალიან ბევრს ვსწავლობ. ვისწავლე ის კი არა რომ ვინმე მასწავლა. არა, იმიტომ რომ ვაანალიზებ ყველაფერს, ჩემს აქციელს, ხმის აქციელს,
ვუკვირდები სხვის აქციელს, შევდივარ იმ სხვის მდგომარეობაში, ჩემსაც მე ბევრ რაღაცას ძალიან სხვანაირად ვაანალიზებ და ვაკვირდები. არა იმიტომ, რომ კიბო მაქვს და არა იმიტომ, მანამდეც მინდა ვთქვა, ბოლო წლები არ მიგულისხმეა ბოლო 2 წელი რაც კიბო მაქვს. არა, მანამდე კიბო არ არის არაფერი, კიბო არის ის უბრალოდ რომ აფასებ უფრო ყოველ დღე ყველაფერს, უფრო მეტად აფასებ, უფრო მეტად აღარ აქცევ ყურადღებას წვრილმანებს, რომლებსაც არაფერი აზრი არ აქვს და ჩვენ უბრალოდ ცხოვრებას ვიფუჭებთ ისეთი პატარა რამეებზე ნერვიულობით, რაც აბსოლუტურად არაფერი მნიშვნელობა არ აქვს. და ეგ კიბომაც ბევრი რამე მასწავლა, რა თქმა უნდა, ცხოვრება სხვანაირად მასწავლა, მაგრამ ისევ ამბობ, აი ეს ყველაფერი მეოთხარი, რაც ამ წლებში ვისწავლე და გადავაახალისხე და გადავაანალიზე, მე რომ აი ეს მეთქი ცოტა აი 20-30 წლის წინ მქონოდა, ძალიან კარგად ვიცხოვრებდი. იმ მხრივ, რომ კარგად ვიცხოვრებდი მატერიალურად კი არ გულისხმობ, კარგად ვიცხოვრებდი დაწყნარებული ნერვებით, კარგად ვიცხოვრებდი იქიდან გამომდინარე, რომ სულიერი სიმშვიდე მექნებოდა მეტად და არ მექნებოდა იმდენი ფორიათი არ მივაყენებდი შეიძლება ძალიან ბევრ ადამიანს ენით, რა თქმა უნდა, ზიანს და ძალიან ბევრი ვინმეს არ ვაწყენინებდი იმას, რასაც უაზროდ და დაუფიქრებლად გასროლილი სიტყვა ქვია, რომელსაც არ ვაძლევთ ჩვენ სათანადო მნიშვნელობას, რომ შეიძლება ადამიანს ძალიან ვატკინოთ და ძალიან ბევრი რამე მეოთხარ სხვანაირად წავიდო და ალბათ ჩემ ცხოვრებაში, მაგრამ არასდროს არ არის გვიან, თუნდაც ეხლა, თუნდაც მე ყოველ დღეს სწავლობ, თუნდაც გარშემო მყოფების ყურებით, ბევრი რამით. და ყოველთვის ვამბობ, რომ ადამიანებმა რომ აი აქ შევიგნოთ ის, რომ დღეს ვართ და ხვალე რა მოგველის არ ვიცით, ყველა ცოტათი უკეთესი ვიქნებოდით. ეხლა რა მაგის პასუხეთ ჩემ თავზე კაი იცით და ეხლა ისეთი გული მომიკვდა წასულები რომ ვიყავით, არ მithქვია თქვენთვის, ან როდის უნდა მეთქვა, რა ვიცი, მე ერთი ვიდეო დავდე, რაც ჩამოვედი მგონი და რო ჩავედით იქ ჩვენი ვისთანაც ბინას ვქირავთ, იმას ხო ყავს მული, ადრე კიდეც გითხარით რომ 83 წლის არავი რაც ვიცნობ, სულ 83 წლის არ ემატება. მე პროფილაქტიკა. ხო და ესა ძალიან მოვლილი, ყოველ კვირა და კვირაში ორჯერ დადიოდა თმებზე და სულ აცხმული, დილასაღამო ესა დუში ივლებდა სულ რა დილასაღამო კი არა რამდენჯერ სულ ფორმაში იყო, სულ წასმული, სულ მოწესრიგებული, სახლშიც ისეთ ფორმაში იყო, რომ აი როგორც საგარეოდ. და გადიოდა ყოველ დღე ზღვაზე ჩადიოდა, არ ბანაობდა, მაგრამ დასეირნობდა, ხო და ძალიან ისეთი აქტიურ ცხოვრებას ეწეოდა ეს ქალი. უკვე ვეღარ დადიოდა, უჭირდა ჯოხი მაინც არ დაიჭირა და ველოსიპედს დაიჭირდა და ვითომ ველოსიპედით დადიოდა რა, რომ ჯოხი არ უტყდებოდა. ნელა მოუმატა, სიბერეც მოვიდა, ალბათ ტკივილები რამე და დავდიოდით ძალმა მომიყვა და მე საჩუქრები რა თქმა უნდა წაუღე იმასაც და ეხლა ამ ჩვენ ხაზაიკას კი მივართვი და 1 იანვარს ჩავედი იმ ქალის სანახავად. და მითხრა ძალმა რომ სენიორაო ის ბრუნა რო გახსოვთო ისეთი აღარ არისო იცოდეთო. ვიფიქრე ახლა რა უნდა იყოს ისეთი ერთ დილითო დამიძახ დამირეკაო, იმიტომ რომ ის მიწის პირზე ცხოვრობს, ანუ დაბლა სართულზე რა ეს ბრუნა. და ეს კრძალი კიდე მესამეზე. ხო და დამირეკაო და მითხრაო რომ ჩქარაო მოდიო, წელში ვეღარ ვიშლებიო. ესე იგი დაწვა და რო ადგა, ვეღარ გაიშალა. ანუ აი მთლა მოხრილი და აი აქ ხერხემალში 2 მალა ჩაჯდა. ჩაიშალა 2 მალა ჩაისაქნდა რა, ამას ჰქონდა ეს ასაკთან რა, კალცი დაიკარგა და მოკლედ ეს ქალი მოიღუნა ვეღარ გაშალეს. მესამე დიღაა დარჩენილი, აღარ გძვალი და ტყავი. ნერვიულობს, ისე ნერვიულობს, აი ახო აღარ გადის გარეთ რა სისულელია და ყავს დამხმარე ღამე ვინც არჩება, იმიტომ რომ ორჯერ წაიქცაო. ხო და ტიროდა და ისა რა დაუშავე და ღმერთი მე ასე რატომ სჯის და ღმერთთან მქონდა რა ეს
ღმერთზე დავებოდა და ჩვენ კი უთხარით დავამშვიდეთ, როგორც შეგვეძლო რა და მე რო წამოვედით ინოჩენტემ მითხრა რომ ეხლა ეს ღმერთზე არისო გაბრაზებულიო და მე ეგ კარგად ვიციო, იმიტომ რომ ინოჩენტეს ეგ გამოვლილი აქვს ღმერთს რომ ედავებოდა და აგინებდა. ეხლა რა თქმა უნდა ჭკუაზეა მოსული ჩემი ქმარი და ღმერთს მადლობა და უფლის წყალობით ისევ მობრუნდა. მაგრამ ძალიან იყო ესეც გაბრაზებული. და ეს არ უნდა გაუბრაზდეთ, სულ მაგას ვუჩიჩინებ. კარგს როცა გაძლევს და უი რა კარგია, ფიქრობ რომ დაიმსახურე? კი, დაიმსახურე და მერე რომ რამე გასაცდელს გამოგიგზავნის ღმერთი და დაუწყებ გინებას, მე რატო? მე არასოდეს პირიდან არ ამომივა, მე რატო? თქვენ ეს იცით. იმიტომ რომ არ უნდა ვთქვათ ხალხო, არ უნდა ვთქვათ, უნდა მიიღო ყველაფერი და როდესაც მიიღებ შინაგანად მადლიერი ყველაფერს, კარგსაც, ცუდსაც, ცუდს რა, იმ განსაცდელს, ხო, ძალიან ადვილად გადალახავ ყველაფერს. ხო და ეს ბრუნა ძალიან შემეცოდა მაგიტომ და იმის თქმა მინდა რომ არც მაგას არ ეგონა რომ ერთ წუთში ასე დაემართებოდა. არც მე არ მეგონა რომ ღამე დავწექი, არაფერი არ მჭირდა და დილით ავდექი და კიბო მაქვს აზიზღარი, ხო? არა, არც მე არ მეგონა და კი, შეიძლება პროცენტულად ვუშვებდი მაგ შესაძლებლობას, მაგრამ მაინც ხო არ აგჯერა ადამიანს. ხო და ამის თქმა მინდა რა, იმის თქმა მინდა რომ ძალიან გული დამეწვა ამ ბრუნაზე. და კი იკეთებს ნემსებს, დადის ფიზიოთერაპიაზე დაყავთ, მაგრამ რა ფიზიოთერაპია ააშენებს ახლა იმ ხერხემალს, ხო, ვეღარ. და არა სისამს, უნდა შეეგუოს და არ ეგუება ამ მდგომარეობას არაფრის დიდებით. ჩვენი მეგობრის, ვისაც აი გასაღებს უტოვებთ ხოლმე სახლისას, იმის გოგო კიდე 15 წლის ბავშვია, 15 ზაფხულში უნდა გახდეს. ესა ფრენბურთს თამაშობს, რაღაცა ცუდად დაეცა, კოჭში დაიზიანა, ჯერ არ იცოდნენ წესები იყო რა იყო, ვერ იგებდნენ, მერე სითხე ჩაუდგა, რა ვიცი მე რამდენი ხანია და ვერაფრით და ამ გოგოს რო ცოლს რო ველაპარაკე უკვე აღარ შეეძლო, ჯერ ისედაც ძალიან ნერვოზიანი გოგო, ახალგაზრდა გოგო, ძალიან მიდრეკილია, ნერვოზი, ისტერიკა, დეპრესია ძალიან და უკვე ვეღარ თვითონაც გადაიტანა პატარა პრობლემები მკერდზე და ვეღარ და მე ვთხარი ვაიმე ოღონდ დაწყნარდი, ოღონდ მაგრად დადექი, აი მე ახლა ვილოცებ, მე თქვენთვის ინოჩენტე ხოლო ცულობს ლოცულობს, მე ვთხარი აი მე შემხვდა მაღაზიაში წინა კვირას, მე ვთხარი განა იმას ვლოცულობ, რომ არ იქა და მოგივლინოს რა სასწაულები, არა, მე ვთხარი ღმერთს ვთხოვ მარტო, რომ ძალა მოგცეს, რომ ყველაფერი გადალახო მეთქი და მართლა სასწაული მოხდა ხალხო, საიდანაც ვიღაცამ ურჩიათ რაღაცა შემთხვევით ექიმი ნახეს, რომელიც პირდაპირ ამ სპორტსმენების ექიმია, ქირურგი, ტრავმატოლოგი და იმასთან წაიყვანეს ორშაბათს და ამირეკა მითხრა აი არ ვიცი თქმაც არ მინდა რა სასწაული არისო, რაღაცა სხივი გამოჩდაო, რაღაცაო, მოკლედ რა ვიცი რა უკეთესობისკენ მიდის, შეიძლება ოპერაციასაც გადავრჩეთო. მე ვთხარი, აი ხო გითხარი, დაელოდე, აუცილებლად მოვა დახმარება, აუცილებლად უფალი ყველასთან მიდის. აუცილებლად. მარტო მადლიერები უნდა ვიყოთ ხალხო, მადლიერება, მეტი არაფერი. უფლის მიმართ, ყველას მიმართ, ადამიანების მიმართ, თქვენი ფარველი ანგელოზის მიმართ, რა უნდა მადლიერებას? არა. ხო და ეგ. ეხლა როგორც ყოველთვის ეს ვიდეო ნეტა რამხელა იქნება, ნეტა ცალ-ცალკე ხო არ ავტვირთო და ვაფშე არ ვიცი რა გავაკეთო. ავტვირთავ და ვისაც გინდათ უყურებთ, ვისაც გინდათ ნუ უყურებთ და ასე, ვისაც ენდომება უყურებს, რა ვიცი, არ ვიცი. წავედი ხა დაგიმშვიდობებით, თორე მართლა ძალიან გაგრძელდება ეს ვიდეო. რომ მინდა, ჯერ ხო ვერ მოდივარ. მერე კიდე წასვლას ვეღარ ვიგებ ხოლმე. თავიდან რომ დავიწყე, თავიდან მაშინ ვიყავი ეგრე, ავდგებოდი და წავედი, მოვედი, ვეღარ მაშვებოდი ხოლმე, გელეოდით და ეხლა ვარ კიდე მასე. წავედი, ისეთი თბილია, ნინო, აი ეს ჟაკეტი, ისეთი თბილია, მოხელისაა თუ შალისაა თუ რისაც არის, ოხელისაა, არ ვიცი, მაგრამ ძალიან თბილია, აი ხუნხულა. წავედი, კოცნით ყველას, აბა ჰე და აბა ხო ხალხებო.